არც ერთ ინტერვიუში არ მithქვამს, მაგრამ ეხლა თქვენთან რადგანაც პროფესიასთან პირდაპირ კავშირში ეს ჩემი კუჭი თავიბურლო იყო ლიტრა ნახევრიანი. სუქა იმ ადამიანის კუჭი, რაც მე ვიზუალურად ვიყავი, არ მქონდა. მქონდა პატარა კუჭი. ბატონმა დავითმა თქვა, რომ ეს იყო მეტაბოლური სიმსუქნე. საკვები, რომელიც ეხლა თქვენ ზუსტად იცით ხო, მასუქებდა, ვერ ვინელებდი, გადამუშავების პროცესი არ მიდიოდა ორგანიზმში რა. ბევრს ჭამდი, ხო. და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ის შეზღუდვა, რომ აი ცოტა ჭამე და კიდე მინდა შეგრძნება მაქვს, არ მქონია. არანაირად არ მქონია. ხა ეს დანაყრების და სიამოვნების ამ დოპამინის პროცესების, ამ მთელი ნეირომედიატორების გამოყოფის პროცესები შენარჩუნებული. კი ბატონო, გემრიელად მიირთმევ. აბსოლუტურად. გემრიელად საჭმელად, ანუ გემო არ შეცვლია ჩემთვის, აი ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე იმასაც, ეხლა მე სხვების ნათქვამით უფრო გამოვდივარ და მე ჩემს თავს ვადარებ, რომ აი გემოები შემეცვალა, იმის სუნს ვეღარ აღვიქვა. ვაიმე, ტოლმა ჩემი საყვარელი საჭმელი. ხალხი კომბოსტოს ვეღარ ჭამს და ბრინჯს. ჩაგეტყვა, ეხლა ტოლმასთან როგორ ხარ? იდეალურად.